საქართველოს ყველა კუთხე უნიკალური და თვითმყოფადია. შესაბამისად, ტურისტული სექტორიც თითოეულ მათგანში განსხვავებული მიმართულებით ვითარდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი გურიაა, რომელიც აქ ჩამოსულ სტუმრებს ულამაზესი კურორტებით, ავთენტური გურული სამზარეულოთა და ისტორიებით მასპინძლობს. ისეთი კუთხე არის თვითონ გურია, სუბტროპიკული ზონაა და აქ მოდის ისეთი უნიკალური ჯიშის ხილი იქნება თუ პარკოსანი, რომელიც სხვა რეგიონებში არ გვხვდება. მაგალითად, გურიაში გავრცელებული იყო ბრინჯის მოყვანა და გვაქვს გურულებს ხაჭაპური, რომელსაც ქვია ბრინჯულა. გურია არის, ვიტყოდი, პლატფორმა, საუკეთესო პლატფორმა საქართველოში, სადაც შეიძლება შეიქმნას ახალი გურული ქართული კერძები. ლონდონიდან გვესტუმრა პირველი სტუმარი, მისმა შეკითხვამ, რომ აი ეს რა მცენარეა, როცა ჩაის შეეხო ჩაი ამეთქი და საქართველოს ჩაის რა უნდაო, ჩაი საქართველოში არ იზრდებაო და ეს იყო გადასარევი мотиваცია იმისთვის, რომ დაგვეწყო ჩაის ტურები. ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც ევროპული და ამერიკული ბაზარია. აქედანაც მატულობს ნელ-ნელა, იმიტომ რომ აღმოვაჩინე, რომ ქართველების უმრავლესობაც არ იცის, რას ნიშნავს ჩაი, როგორ იზრდება, რა თავგადასავალი აქვს ჩაის ბუჩქიდან, ჩაის ფიჯნამდე. ვფიქრობ, რომ გურიის ტურიზმში ჩაის ტურიზმს ერთ-ერთი ძირითადი როლი უჭირავს. გურია არის ძალიან საინტერესო ტურისტული პოტენციალის მქონე მხარე, ყველაფერი არის ავთენტური, შენარჩუნებული, ბუნებრივი. წლიდან წლამდე რეგიონში უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს შეხვდებით. კურორტები, დენდროლოგიური შემეცნებითი და გასართობი პარკები, ზღვის სანაპირო ზოლები და ღრუბლებში ჩაფლული მთის კურორტები. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რომელიც აქ მოსული სტუმრების აღფრთოვანებას იწვევს. რეკომენდაციას უწევ ნამდვილად 10-დან 10 ქულას. რავი, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ ნამყოფი გურიაში. ეს იყო ჩვენი პირველი ვიზიტი. გომისმთა ჩემთვის გამორჩეული ლოკაციაა. ამ ხედის დანახვისას სიტყვებს ვეღარ ვპოულობ. უბრალოდ უყურებ და ვერაფერს ამატებ. გურია და ზოგადად მთლიანი საქართველო ჩემთვის გამორჩეულად შთამბეჭდავი ქვეყანაა სამოგზაუროდ. თქვენ ძალიან საინტერესო ტრადიციები გაქვთ. ბუნება, მთები, მდინარეები, ტაძრები, კულინარია, აქ ყველაფერი გამორჩეულია. გურიას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი ტურისტული. ბუნებრივი მემკვიდრეობაც გვაქვს მშვენიერი, თავისი მთის სისტემით და სანაპიროებით, მართლა უნიკალურია. უბრალოდ დღევანდელ მოცემულობაში ბევრ პრობლემებს ვაწყდებით. ეს იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემა თუ ზოგადად მოწყობის პრობლემა. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ყველაზე დატვირთული ლოკაციები ბახმარო, გომისმთა, შეკვეთილი და ურეკია, რასაც ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ბიზნესების განვითარება, ისე კულტურულ და ტურისტულ ღონისძიებათა მზარდი რაოდენობა, რის გამოც გურია ვიზიტორებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ლოკაციად რჩება.